ჯერ იმით დავიწყებ ჩემს ირონიასთან დაკავშირებულ შენიშვნას, თქვენ რომ მე მიცნობდეთ ან ჩემს საქმიანობას, დარწმუნებული ვარ, ეგ შენიშვნა არ გექნებოდა. მე ყველასთან ესე ვსაუბრობ და შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. ერთი ადამიანის გარდა ჩემი ძმარი ეს ადამიანი, იმიტომ რომ ჯობია ხოლმე. დიახ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ. ხო, არა, გავითვალისწინებ, მაგრამ უბრალოდ ამას იმიტომ გიხსენებ, რომ მე კონკრეტულად თქვენ პიროვნებასთან ირონიული არ ვარ, მაგრამ თუ ავიღებთ ქართულ მართლმსაჯულებას, კი ირონიული ვარ, დავცინებ ყოველთვის. აუცილებლად და პიროვნებებთან არც თქვენთან არ პროკურორებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ამას ახლა რატო გეუბნებით, თუ ჩემი რამე კითხვები ირონიულად მოგეჩვენებათ, გთხოვთ რომ მაცადოთ და ბოლოს მივხვდებით, რომ ირონიული კი არა, უბრალოდ ადამიანურია და პროკურორებთან მექნება რამდენიმე კითხვა. პირველი კითხვა მაქვს ესეთი, მე გავიგე, ინფორმაცია მომივიდა, რომ რაც ჩვენ დაგვიჭირეთ, თურმე საქართველოში კრიმინალი ჩამოვიდა ნულზე. ჯერ ერთი წუთით ბატონო, ჯერ პოზიცია მოგვახსენეთ თქვენი. კი, ვეთანხმები აბსოლუტურად. გასეთანხმებით. ადვოკატებს მაგაზე თუ მეკითხებით. დიახ. და კითხების ეტაპზე რო გადავალთ, მე შეგიძლიათ დასვათ კითხვები. ან შეუძლიათ რომ პასუხები არ გამცენ, ან მოსაზრებას ჩამოვაყალიბებ ამით. ამას არა, რიტუალურად. შეუძლიათ რომ პასუხები არ გამცენ. უბრალოდ კითხვებით ჩამოვაყალიბებ ჩემს პოზიციას, თუ არის ეს შესაძლებელი. ხო, მაგრამ ნახეთ, აქ თქვენ უნდა წარმოგვიდგინოთ სამართლებრივი მსჯელობა, ფაქტობრივი გარემოება. იუმორისტული ნომერი იუმორისტული ნომერი არ არის. ნახე, ამაში მიუხედავად იმისა, რომ მაგიტო გეუბნებით, რომ თუ დამამთავრებინებს, მივხვდით, რომ იუმორისტული არ არის. თუ დამამთავრებინებს, მივხვდით, რომ იუმორისტული არ არის. ვისარგებლებ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადვოკატი არ ვარ. განცხადების შინაარსი იუმორისტულ ნომერს ნუ უწოდებთ. ამას, როდესაც ელემენტარულად ბოლომდე არ მოგვისმენია და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ. შეურაცხყოფა არ არის იუმორი. არ არის შეურაცხყოფა, როდესაც ადამიანი თავის кейსზე გამოდის სიტყვით. მე კამათებით ეხლა მიწვევით, როცა თქვენი დასაცავი არის. რაზე ვკამათ? აი ეხლა რომ დავაკვირდეთ, რაზე ვკამათოთ, სასაცილოა. ბატონო, ისეც ბრძანეთ, გისმენთ. ნახეთ, ამ კითხვას მიტოვების ფარგლები. ამ კითხვას იმიტომ პოზიციას ჩამოვაყალიბეთ, თუ მას მაგიტო გიხსენით ირონიასთან დაკავშირებული, თუ მას ბოლომდე მივხვდებით, რომ ირონია არ არის და ადამიანურია. უბრალოდ ამ ადამიანებს მე მინდა, რომ თავი დავანახო, რომ აი ამ პროფესიას როცა ირჩევდნენ, ფიქრობდნენ თუ არა იმაზე, რომ ჩვენნაირი ადამიანები უნდა დაესაჯათ. აი მაგის თქმა მინდა. მეორე რაც არის, ეს არის ფაქტი, რომელსაც უყურე ტელევიზორში ციხეში. იყო ესეთი საქმე, ადამიანების სახლიდან ამოიღეს საბრძოლო მასალა, კალაშნიკოვები, თავის ტყვიებით, ხელყუმბარები. მე არ ვამტკიცებ თავისთავად მათ ბრალეულობას, ეს გამოძიების საქმეა, მაგრამ დანაშაული ითვალისწინებდა, ანუ საქმე აღძრეს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვაზე და ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე. ჩვენი ბრალი ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე, ანუ ცოტათი ჯობია. მაგრამ ანუ თქვენს ალბათ დამეთანხმებით, რომ ჯობდა სახლში მთელი შეიარაღება მქონოდა, ვიდრე აქციაზე წავსულიყავ. მორალური ამბავი, ამიტომ სვამ ამ კითხვას, შეეხება პირდაპირ უშუალოდ საქმეს. ამაზე შეუძლიათ რომ კითხვები გამცენ. ორი ამბავია, რის გამოც ან წინასწარ პატრიოტობაში უნდათ რომ დაგვტოვონ. ერთი არის რომ ანუ ერთი იყო მიმალო, მეორე რა იყო? ახალი დანაშაული. ხო ეს ჩემ ადვოკატს თქვა, როცა ანუ აბსურდია, როცა მჯელობთ იყო თუ არა საერთოდ ეს დანაშაული. ანუ მე შეიძლება ვერ ვერკვევი, მაგრამ იურისტმაც თქვა. ანუ ეგ უნდა გამოირიცხოს, არალოგიკურია. მიმალვას რაც შეეხება. მე Facebook პოსტიც მაქვს დაწერილი, რომ 5 რიცხვში დამაკავეს 5 დეკემბერს და 2 დღით ადრე მაქვს დაწერილი, რომ ინფორმაცია მივიღე, რომ ჩემს დაკავებას აპირებდნენ. და მანამდეც ვიცოდი და საიდან ვიცოდი თუ გაინტერესებთ, აი კოდები რო ერთმანეთს გაყიდიან, მაშინ გაიგებთ. ნახეთ 5 დეკემბერს და 2 დღით ადრე დავწერე კიდევაც, მანამდეც ვიცოდი და მე დამაკავეს როგორ პირობებში ხა მოგიყვებით. სახლში ვიყავი, თერჯოლაში, ჩემს საცხოვრებელ სახლში, დივანზე მეძინა. ახლა მინდა ვკითხო პროკურორებს, ჩემს ადგილზე რო წარმოიდგინოთ თავი, თქვენ რო სადმე მიმალვას აპირებდეთ, მიიმალებოდით თუ არა საკუთარ სახლში, დივანზე ჩაძინებულ მდგომარეობაში. თან გაითვალისწინეთ, რომ ადგენელი თქვენ იცოდით თუ არა ნამდვილად თქვენი დაკავება იგეგმებოდა. შეგიძლიათ ჩემი Facebook პოსტი ნახოთ. ამასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ არის შეიძლება წარმოგიდგენთ. ხო, ანუ ეგ მაგასაც ეგ ისე ვთქვი ახლა, აი, დავანებოთ მაგას თავი. ანუ რო აპირებდეთ მიმალვას საკუთარ სახლში თუ მიიმალებოდით. თან გადასაფარებელს არ მეფარა.
ამას საქმისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს ბატონონისე გადასახარებელი გეფარა თუ არა? იმიტომ რომ არა ერთი წუთით, ანუ არა სხეულის არც ერთ ნაწილს არ მალავთ. ერთი წუთით მომისმინეთ. ბატონონისე, თქვენ აგიხსენით. დავამთავრებ. სამართლებრივი პოზიცია და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოგვისმინეთ. დავამთავრებ, ცოტას დამჭა. ანუ რაც კავშირშია განსახილველი აქვე ზონიზება ხა გადასაფარებელი ეფარა თუ არა ქალბატონო არის რაიმე კავშირში თქვენი აზრით? მე მგონი არა. იძლება ახსნას რა კავშირშია. კარგით, ერთი წუთით ეხლა ნუ დავამთავრებ, ერთი წუთით მინდა და დავამთავრებ. ნუ რაღაც სისულელებზე ვკამათობ და მაგიტო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეგობრებო, მე მინდა რომ მთელი აი ნული ირონიით, ნული ბოროტებით, მთელი კეთილი გულით პირველ რიგში თქვენ გისურვებთ თავისუფლება. იმიტომ რომ მინდა რომ გამოცადოთ რა მაგარი გრძნობა არის ეგ, როცა არავის აზრზე არ ხარ დამოკიდებული, ვინ რას დაგავალებს. თქვენ ბატონი ვაჟა, მე მგონი სწორად ვამბობ თქვენ სახელს, პირველ ორ პროცესზე გატყობდით რომ ცოტა მორცხვად იყავით, მაგრამ ეხა ისე ხართ რომ თითქოს რაღაცა ისეთი იპოვეთ ჩვენში რომ ჩვენზე რომ აი გაშალეთ რა მხრები და მე მინდა შეგახსენოთ რომ თქვენ ხართ ადამიანები რომლებმაც 19-20 წლის ბიჭების დედები ატირეთ ციხეებთ, არ დაგავიწყდეთ ეგ და ცოტა შეგრცხვეთ. ეს მინდა ვისად ბატონო ასევე მინდა გითხრათ რომ ბატონისე თავი შეიკავეთ მაქსიმალურად ბრალდების ხარის შეურაცხყოფისგან შეურაცხყოფა არ ვიცოდი შეურაცხყოფა თუ იყო კაი შევეკავე. მისმინეთ ეხლა ეს არის ახლა გაფრთხილება საუბრებით და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ გაგრძელდება აი ბოლოსაც ვიტყვი და დავამთავრებ. ერთი წუთით თუ გაგრძელდება გაძევებული იქნებით წვდომის დარბაზიდან და ოდენოს თავისთავად ვეღარ დაესროთ. ბატონო მოსამართლე, ამდენი ხანია არ ვერევით ჩვენ ახლა და არც ფიქრობდით რომ საჭიროება იყო ამის ჩარევის, იმიტომ რომ მონისე პასუხს შესანიშნავად ცემდა თქვენს მოსაზრებებს. ახლა ის ფრაზა რომ თქვენ მოახსენეთ რომ გაძევებული იქნებით ფაქტობრივად გავს მუქარას, ამას ვერც ისე მიიღებს, ჩვენ ვერ მივიღებთ. არა იყოს არა არ გავითვალისწინებ, უბრალოდ მე ხო არ ვიცი, მე ხო იურისტი არ. სამართლებრივი პროცედურა, არანაირი მუქარა. ბატონო მოსამართლე. ხო ითვალისწინებს ბატონო მოსამართლე. ფაქტია რომ არ ცდება იმ საკითხებს, რასაც გასაგებია, მაგრამ შეურაცხყოფის უფლებას ვერ მიცემთ ხარისხს. თუ შეურაცხყოფად აღიქვა ბრალდების ხარი, ამას პირველ რიგში ბრალდების ხარი ეტყვის და თქვენ თუ შეურაცხყოფა მოგეყენა რა არის შეურაცხყოფელი და რა მოღირსება. უბრალოდ მოსაზრება გამოხატე არ არ არის საჭირო ან მოვჩები მე ხო არ ვიცი იურისტი არა ვარ და რას შენიშნასაც მოვსვენთ გავითვალისწინებ კი ბატონო რა პრობლემაა. ამიტომ მინდა გირჩიოთ მეგობრებო რომ ანუ ყველას უნდა გვეშინოდეს ღმერთის. ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ მართალია. მაგრამ მე მაინც გირჩევთ რომ ღმერთის უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ ის კონკრეტული ადამიანი არის ღარიბაშვილი შექმნელი ღმერთის სამყაროს. ამიტომ ბოლოსკენ ვიტყვი რომ ყველაფერი კარგად იქნება, მე არაფერი თქვენი მადლობელი ვარ ყველასე რომ მხნეობას გვაძლევთ ყველას თქვენ, ისე როგორც თქვენი ზახით რომ ჩვენ ვართ თქვენი მხნეობის გარანტი. და ბოლოს მინდა ვთქვა რომ როგორც საბჭოთა ცენზურას გაეპარა ცისფერი მთები და უამრავი ფილმი, წიგნი, ისე გაეპარა ამათ ტიფლისი სერიალი ტიფლისი. საკუთარი ფულით გადაიღეს თავის თავზე რას სიმახინჯეებს აკეთებენ. და მე ძალიან მიხარია რომ ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ცხოვრებაში იგივე როლს ასრულებს კახა კინძურაშვილი როგორც ფილმში და საქმის გარემოებთან დაკავშირებით უბრალოდ არჩილს რაჭირს ეგ ვერ გავიგე. მადლობა, კარგად იყავით. მეორე